ვარ ელენე ბაუჟაძე, 9 წლის. სწავლობ ქვედა სამების საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და სიმღერა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა და ვარ თვითდასწავლი. მინდოდა შესვლა, მივედი ზამთარში და მითხრეს, რომ სექტემბერში უნდა მოხვიდეო. ისე ბავშვობიდან ცეკვავ და უკვე ბევრი რამ ვიცი. ოჯახში მარტო მე ცეკვავ და ზოგჯერ ჩემ ძმასაც ვასწავლი. სხვათა შორის ძალიან დამჯერი და ნიჭიერი მოსწავლეა. ჩემი საყვარელი ცეკვაა კენტავრი. საყვარელი ილეთია ეს. მინდა დიდ სცენაზე ვიცეკვა, მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ ვინერვიულებ. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს კობილეთში კულტურის სახლთან. რაც თავარია, ამ კონცერტზე უნდა ვიცეკვო სულხეშველებთან ერთად. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ აქ არიან თბილი ბავშვები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მარიმ ჟევანაძე. ვაიმე, ყველა ვართ ჭკვიანები, მაგრამ ყველაზე ჭკვიანია გუგა თამაზაშვილი. ყველაზე ცილკია საბა ნემსაძე. ყველაზე ბედნიერი მგონი ანასტასია თამაზაშვილი. მე ვარ ყველაზე პრანჭია, ლამაზი და ნიჭიერი. ძალიან მიყვარს გაპრანჭვა, სული პრანჭები და ეხლაც გავიპრანჭებ. მე ვიპრანჭები ასე. ჯერ წავისმევ სახეზე ტონალურს, მერე კონტურს, მერე ბლაშს, მერე თვალის ჭრდილებს, მერე პომადას და მერე გლოსს გადავისმევ. და მერე თვალს მივაცნე და ასეც მოსვიცნე. გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს ნატომამიდესთან სტუმრობა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან მიყვარვარ. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ხათუნა ნემსაძე. იმიტომ რომ ლამაზია, ნიჭიერია, მშვიდია და საერთოდ არ გვიყვირის. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვიქნებოდი მათემატიკის მასწავლებელი. ჩემი სკოლის დირექტორი რო ვიყო, ბუფეტში შემოვიტანი მაკდონალდის მენიუს. რომ გამოვიდები, მინდა გამოვიდე მასწავლებელი. თუ მასწავლებელი არ გამოვალ, გამოვალ მსახიობი. მსახიობა მომცემს საშუალებას, რომ გავხდე პოპულარული და ყველამ გამიცნოს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის ჩუკური. ეს არის თურქული სერიალი და ამ სერიალში სიამოვნებით ვთამაშებდი მთავარ როლს. ეხლა მინდა ვიყო 16 წლის, რომ შევქმნა ჩემი ბიზნესი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება სამაჯურების გაყიდვა. სამაჯურების გაკეთება და ხატვა არის ჩემი ჰობი. პირველი სამაჯური რომ გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. მაშინ დამიყიდა მძივები და იმის მერე სულ ვაწყობ სამაჯურებს, ყალსებამს და ბეჭდებს. არ გამიყიდე, მაგრამ ზოგი მომოს მოჩუქე. სხვათა შორის საჩუქრები მეც ძალიან მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიხარდა დაბადების დღეზე რომ მაჩუკეს დათუნია. ვინ მაჩუკა და ჩემმა კლასელმა მარიამმა ჟავანაძემ. ჩემი ოცნების საჩუქარია დიდი ყურსასმენელი. თითქმის ესეთი მინდა და აქ მქონდა ადრე ეგეთი და გამიფუჭდა. აქ კატუნიასავით ესე კუდები ქონდა. რაც შეეხება ხატვას, ყველაზე ხშირად ხატავ ბუნებას. ბევრი რამის დახატვა ვიცი, მაგრამ ბუნება ყველაზე კარგად გამომდის. ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი და არ მიყვარს წითელი. შეიძლება იმიტომ რომ ხასხასა და ჩემს გემოვნებაში არ ჩნდება. ვაგროვებ ჩემს ნახატებს, იმიტომ რომ გავიზრდები, მინდა რომ ნახო ჩემი ნახატები და გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 14 წლის ასაკში. მე მომწონს პატარა რო ვარ და მაქვს კარგი ბავშვობა. ჩემი ბედნიერი ბავშვობა დედიკოს და მამიკოს დამსახურებაა. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბიძია და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა და ერთი და. ჩემი ძმა არის 8 წლის და ქვია ერეკლე. ის არის მხიარული, ზარმაცი, ცელკი და ნიჭიერი. ჩემი აზრით ერეკლე რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამა არის შრომელი, ნიჭიერი, მხიარული, სტუმართმოყვარე. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. მისი წყალობით ვარ კარგი დიასახლისი. სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო ხინკალი. სხვათა შორის გავაკეთე მარტო და ჩემ ძმას ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ხაჭაპურების გამოცხობა. მიყვარს კითხვა და სიამოვნებით მითხულობ სოფლიო კლასიკას. მე ასევე მიყვარს სიმღერა და თავისუფალ დროს ცეკვავ და მღერე. ჩემი საყვარელი სიმღერა ჰამლეტ გონაშვილის თუ ასე ტურფა იყავი. თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ გამჩნევდი იაო, იმან რომ სიყვარულისთვის გული არ გამიხიაო. გადაცნული ჯოხი რომ მქონდეს, გადავიქცევდი პრინცესას და ვიცხოვრობდი პრინცესას სასახლეში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ელენე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ელენე დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელენე რომ არ მერქვას, მერქვებოდა ნინი. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასე შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მაგალითად მე კოსმოსში გავფრინდებოდი სულიკო ბიძიასთან ერთად. ბედნიერება არის ხატვა, ცეკვა, სიმღერა,
გართობა და სამოგზაუროდ წასვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.